მილანამდე ჯერ კიდევ შორიაო. ასე რომ უცხოელთო ქართულ სტუმრებს, რომლებიც არასდროს აკლდებიან პრესტიჟულ ღონისძიებას, ამჯერად მამა პაპური გლამური შესთავაზეს. როდესაც კულტურის სამინისტროში მოვიდა ქალბატონი მაკა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს უდგას გვერდში ამ Fashion Weeks და მოიტანა ასეთი იდეა, რომ ეროვნულ მუზეუმში უნდა და ამის გაკეთება რაღაცა უცბად დამარტყა თავში, რომ ესეთი გზით წავსულიყავით. Იცი რა, ძალიან ბევრს მინდოდა რომ ინახავ. მთელ თბილისს მინდოდა ინახა, თუმცა ეს ცოტა რთული მოსახერხებელია. მე მეგონა რომ ეს მოეწონებოდათ უცხოელებს ძალიან. თუმცა არანაკლებ მოეწონათ ქართველებს. ენაჭარტალების საზოგადოებაში მოდის კვირეულის დაწყებამდე ჭორმართალი დაიყარა. აღარ იციან რა გააკეთებული ქართული სამოსის ევოლუციური განვითარების ისტორიის წარდგენის პატივი დამსახურებულად სუხიშვილების მოცეკვავეებს ერგოთ. მე ვაპირებდი სხვათა შორის მოვსულიყავი ქართულ ტრადიციულ სამოსში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი კოსტუმები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ბოლო კოსტუმები, რომელიც შეიკერა ჩვენ ანსამბლში 60-იან წლებში გადავწყვიტე, რომ არ ყოფილიყავი დღეს საკმარისად არიან წარმოდგენილი სუხიშვილები.